ამოხსენით განტოლებათა სისტემა გრაფიკის აგების მეშვეობით. პასუხი შემოწმეთ ალგებრულად. განტოლება გვაქვს მოცემული და რადგან გვეუბნებიან რომ ამოხსენით გრაფიკის აგების მეშვეობითო, ორივეს გრაფიკი ავაგოთ, ნახოთ სად გადაიკვეთებიან ეს გრაფიკები და ეგენი იქნება ამონახსნები აი უпростоეთ ამ სისტემის ამონახსნები. და შემოწმეთ მე ალგებრულად, ამიტომ ესეც არ დაგვაიწყდეს. მოდი ჯერ დავიწყოთ მაინც გრაფიკის აგება. გვაქვს პირველი განტოლება, რომელიც აშკარად პარაბოლა იქნება, იმიტომ რომ x კვადრატი ურევია და რადგან უარყოფითი არის, რა შეგვიძლია დავასკვნოთ აქედან. აქედან შეგვიძლია დავასკვნოთ, რომ ამ პარაბოლას ეგრეთ წოდებული რქები იქნება ქვემოთ, ანუ ქვემოთ იქნება გახსნილი, მაქსიმუმი იქნება ამ პარაბოლას, სხვაგვარად რომ ვთქვათ, და თუ დაუკვირდებით, x-ი ყოველთვის აკლებს აი ამ მთელი გამოსახულების მნიშვნელობას, ანუ რაც უფრო მეტი გვაქვს x-ი, მით უფრო მცირდება ეს მნიშვნელობა. და აი ამ გამოსახულების მაქსიმუმი გვექნება მაშინ, როცა x-ი არის 0, იმიტომ რომ x-ი ყოველთვის არის უარყოფითი. იმიტომ რომ x-ი არის კვადრატში, რაც ნამდვილად დადებითია და მერე წინ მინუსი აქვს, რაც ნამდვილად უარყოფითია. ამიტომ მაქსიმუმი აი ამ პარაბოლის იქნება 6. როცა y უდრის 6, როცა x არის 0. ესე იგი 1 2 3 4 5 6. აი აქ ექნება მაქსიმუმი ამ პარაბოლას. და მოდი ახლა რამდენიმე მნიშვნელობა ვნახოთ, ჩავსვათ უბრალოდ, რომ დანარჩენი წერტილებიც ვიპოვოთ. აქეთ გქონდეს მოდი x-ი და აქეთ იყოს y-ი. და ვთქვათ ავიღოთ წერტილები 2 -2, შემდეგ ვთქვათ მოდი სხვა ფერით ვიზამიყოს 3 -3. აი ეს. ეხლა ნახოთ. როცა x-ი არის 2 რა გვაქვს? x-ი როცა 2-ია, აქ გვაქვს 4, ოღონდ მინუსით და -4 + 6 არის დადებითი 2, ამიტომ აქ გვექნება 2. როცა x-ი არის -2, ანალოგიური შემთხვევა გვაქვს, იმიტომ რომ 2-ის კვადრატი და -2-ის კვადრატი ერთმანეთს ემთხვევა, ანუ გვექნება ორივე შემთხვევაში -4 აქ და დაემატება 6. ესე იგი ორივე შემთხვევაში გვაქვს 2. ახლა როცა x-ი არის 3, აქ გვაქვს 9 და წინ მინუსი, ამიტომ -9, -9 + 6 არის -3, ამიტომ ეს უდრის -3-ს. მოდი ფერს ისევ იგივეს ავირჩიო. უდრის -3-ს და ნუ -3-ის ჩასმის შემთხვევაშიც ვიღებთ ანალოგიურ შედეგს. მოდი ამ წერტილებს მოვნიშნავ. ოღონდ ყვითლის ნაცვლად მოდი მოვნიშნავ სხვა ფერით, თორემ არ გამოჩნდება კარგად. ესე იგი წერტილები გვაქვს 2 2 და -2 2, ანუ 1 2 და 2, ესე იგი 2 2 არის აქ და სიმეტრიული იქნება -2 2 და გვაქვს 3 -3 და -3 -3. ესე იგი გვაქვს 1 2 3 -3. ეს წერტილი და სიმეტრიულად აქეთ -3. ხა თუ მინდა რომ ავაგო ეს პარაბოლა იქნება დაახლოებით აი ესეთი. ვეცდები რომ კარგად გავაკეთო. მაგრამ არ ვიცი რამდენად გამოვა. ესე და მეორე მხარესაც სიმეტრიულად. ესე იგი ეს არის ჩვენი პირველი განტოლების გრაფიკი. ოღონდ არ ვიცი რამდენად სწორი ვქენი ესე რომ გავაგრძელე მე თვითონ. შეიძლება არ იყოს ეს სწორი. მოდი კიდე ერთ წერტილს ავიღებ, კიდევ თითო წერტილით გამსვავსღრავ, მაინც თავს დავიძღვევ. ესე იგი ეს წერტილები მოდი იყოს 4 და -4. რატომაც არა ხო? ცოტა თავის დაზღვევა არ გვაწყენს. ესე იგი ავიღოთ 4 და -4. როცა x-ი არის 4 ან -4, აქ მაქვს 16 და წინ მინუსი, ამიტომ -16 პლუს ამას 6 არის -10, ესე იგი ორივე შემთხვევაში მაქვს -10. ანუ 4 -10, ნახოთ 4 აქ და 1 2 3 4 5 6 7 8 9 -10. აი აქ და ამის სიმეტრიულად აი აქ უნდა მოხდეს ეს პარაბოლა. ამიტომ ცუდად ხაზავდი. ესე იგი სიამდვილეში აი ესე უნდა წამოსულიყო ეს პარაბოლა. აი ასე. აი ესე და მეორე მხარესაც ასე. მაინც ყოველი შემთხვევისთვის ასე ჯობია დავხაზო. კარგი ბატონო. ესე იგი ამისი გრაფიკის მაგვარი რაღაცა გვაქვს. ახლა მოდი მეორეს გრაფიკი ვიპოვოთ. მეორე ცხადი არის წრფე, ეტყობა რომ წრფეა და უბრალოდ დავაკვირდეთ ეს დრამეს. ჯერ ავდგეთ და x-ი გავანულოთ და ვნახოთ y-ი სად აღმოჩნდება მაგ შემთხვევაში. x როცა ვანულებ, y არის -2, ამიტომ დავწერ აი ამას. აი აქ არის ერთი წერტილი და ახლა დახრილობა ვიცი რომ არის -2, ხო? და ამიტომ იმის ნაცვლად რომ რაღაც წერტილები ვეძებო, დახრილობით გავაკეთებ აი ამ გრაფიკს. ანუ თუ დახრილობა არის -2, მე როცა მარჯვნივ გადავალ 1-ით, ქვემოთ ჩავალ 2-ით. მარჯვნივ გადავალ 1-ით, ქვემოთ ჩავალ 2-ით, აი რაღაც ეს წერტილი ვთქვათ, მარჯვნივ 1 ქვემოთ 2, მარჯვნივ 1 ქვემოთ 2, დაემთხვა აი აქ, კარგია. აი ამასაც ავიღებ პარემ და პირიქით, მარცხნივ 1 ზემოთ 2, მარცხნივ 1 ზემოთ 2 და ასე შემდეგ. ესე იგი, ბევრი წერტილი ავიღე და მეხმარა ამაში დახრილობა გრაფიკის და ამ წერტილებზე რომ გავატარებ წრფეს, ეს იქნება ზუსტად აი ამ განტოლების შესაფერისი წრფე და აი ეს წერტილი არის გადაკვეთის წერტილი და ეს წერტილიც არის გადაკვეთის წერტილი. და თუ დაუკვირდებით კოორდინატებს, ამ წერტილის კოორდინატი არის, აი ამ წერტილის კოორდინატი არის -2 და 2 და ამ წერტილის კოორდინატები არის რა? წესით დაგით 4 და -10. მოდი შევამოწმოთ.
ესე იგი, გვაინტერესებს რა? ალგებრულად შეამოწმეთო მოთხოვნილი იყო, ამიტომ მოდი შევამოწმოთ ალგებრულად, რომ მართლაც ეს არის ამონახსნი. ნუ, პრინციპში შემოწმებული გვაქვს პარაბოლასთვის, იმიტომ რომ თვითონ ალგებრულად ვიპოვეთ ეს წერტილები, ამიტომ შევამოწმოთ წრფისთვის. ჯერ ჩავსვათ მოდი -2 და 2. ანუ მე რომ x-ში ჩავსვამ -2-ს, y-ი უნდა მივიღო 2. მოდი ვნახოთ. ესე იგი, მაქვს -2 გამრავლებული -2-ზე, -2. ეს რას უდრის? უდრის თუ არა ეს, უпростоრად 2-ს. ნუ მარცხნივ დავტოვოთ 2, მარჯვნივ მექნება -2 - 2 ანუ 4, 4-ს -2, კი, ნამდვილად ეს სრულდება. ეს სწორია. ეხლა ჩავსვათ 4 და -10. ანუ როცა ჩავსვამ 4-ს x-ში, უნდა მივიღო -10. ესე იგი, -10 უნდა უდრიდეს -2 გამრავლებული 4-ს -2-ს. რაც არის -8-ს -2, რაც მართლაც არის -10. ამიტომ ორივე წერტილი სწორად გვიპოვია ამ გრაფიკების მეშვეობით.